თუ ისმის გამარჯობა ხალხო რუსთაველის გამზირიდან წევა არ არის აქ ინტერნეტი არ არის ეხლა ვიპოვე რაღაცა ინტერნეტის საშუალება წინააღმდეგობის მოძრაობა არის ზალაში და რა ვიცი ამდენი ხალხი აქ არ მინახავს მინდა გითხრათ 23-ში გაზაფხულზეც კი რუსული კანონის პროტესტებზეც კი ანუ კვადრატულ მეტრზე რა ვიცი ამდენი ადამიანი შეიძლება დაეტიოს ფიზიკურად აიმდენი ადამიანი აქ ძალიან მაგარია ვინც სახში ხართ ან აქ უნდა იყოთ ან თუ ხართ არა ხართ თბილისში ხვალ იგივე უნდა მოხდეს ყველგან ქუთაისი რუსთავი ბათუმი თელავი გურჯაანი ოზურგეთი ჩოხატაურის ყველგან არ შეიძლება ამის გატარება არ შეიძლება რუსეთი რო გაიძახით ეს რუსეთი მოგიკაკუნებთ ყველას კარზე აუცილებლად თქვენ თუ არ გამოხვალთ გარეთ ისინი მოვლენ თქვენთან კარზე გაკოცნინებენ ყაველაშვილის ბოტასებს აუცილებლად ამათი აზრი ბიძინა ივანიშვილის საერთოდ მმართველობის აზრი არის ეგ რომ ვინმეს თუ აქ ხო ხედავთ როგორ ეძახის ტემპი მაური ვინმეს თუ აქ ნება ის ნება უნდა გადაუტეხონ და ამიტომ აუცილებლად დღეს თუ არ გაუსვავთ ამას ხაზს და არ გადავლახავთ ჩვენ რუბიკონს მოვლენ თქვენთან და მოგთხოვენ რომ თაყვანისცეთ მეფე იმას რა ქვია ყაველაშვილს აი ამაშია საქმე ასევე მე მინდა ვთქვა და უთხრა ამ შემთხვევაში ბატონ დარახველიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილეს გომელაურს ანზორ ჩუბინიძეს ყველა ვინც დღეს ხელს აწევს ამ ხალხზე უტოლდება იგორ როდიონოვს ეხლა ვისაც არ ახსოვს ვინ იყო როდიონოვი ეს იყო 99 წლის 9 აპრილის შემოქმედი რუსი სამხედრო მან ჩაატარა სამხედრო ოპერაცია აი ამ ადგილზე 9 აპრილს კონკრეტული სახელი აქვს და ეს არის როდიონოვი და ყველა ვინც დღეს ამ ხალხზე აწევს ხელს ვინც აქ არის მოსული ის უტოლდება როდიონოვს აღარ მითხრათ მე რომ რატო გვეძახითო რუსებსო იმიტომ რომ იქნებით იმიტომ რომ ეხა მაშინ არ იყო ის საშუალებები რა საშუალებებსაც დღეს იყენებ და დღეს რასაც იყენებ ეგა რუსეთის მეშვეობით აქ დარბევისა და მისი რა ქვია რეპრესიების განხორციელება და რაც მთავარია ეს ყველაფერი რაც აქ ხდება ეს არის გენეტიკური ამბავი რა იმხელა და იმდენი წელია ჩადებულია ამაში რომ აქედან გადახვევა არ მოხდება არ არის ამხელა ცოდნა და ჯაფა ჩადებული ბელორუსიაში ამ საკითხებში რა და სხვაგან არ არის აქ სხვანაირად არის ეს ყველაფერი ნაშრომი ამიტომ არ მოხდება ამის გატარება ამის თქმა მინდა და თუ თბილისში ხართ უნდა იყოთ რუსთაველზე დროებით